მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები. აღვესულებინა სამთო ლიტურგია და ვზიარებული ყავი ჭეშმარიტად პატიოსანსა სისხლსა და ხორცსა, უფლის აღმთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. დღე, რომელსაც ქვია ადამის განდევნის, 60-დან განდევნის ხსენების დღე, შენდობის კვირიაკი. პირველი განცდა ალბათ, რაც დღეს ადამიანს უნდა ეუფლებოდეს და დაუსვას საკუთარ თავს კითხვა, გრძნობ თუ არა ჩვენ გავარდნილობას ღვთისაგან, განდევნილობას ღვთისაგან. რა განცდაა ეს? მე იშვიათად მომისმენია აღსარებაში, როდესაც ადამიანი შეიძლება მოდიოდეს და თავარ ცოდვას ასახელებდეს, რომ ჩვენ ღვთის სიყვარული არ გაგვაჩნია, რომ ჩვენ ღვთის გულისათვის ცხოვრება არ ვიცით და არც გვინდა, რომ ლოცვას ვერ ვკითხულობთ და გვეზარება, ეს ღვთის სიყვარულისთვის უარის თქმა არის, რომ ცოდვას, რომელსაც ჩვენ ჩავდივართ, ეს ჩვენსა და ღმერთს შორის ჩადგომა არის ბოროტის სულისა და განდგომა არის და განდევნა არის ჩვენი სამოთხისეული მდგომარეობიდან. დღევანდელმა დღემ უნდა გაგვახსენოს ის, რომ ადამიანის დაკარგვისა და ამ წუთის სოფელში სხვადასხვა პატივისა და ღირსებისა და მატერიალური რამის დაკარგვისა უფრო მეტად ეშინია, ვიდრე ღმერთის დაკარგვისა. ადამიანს არ აქვს განცდა იმისა, რომ ღმერთის დაკარგვა რამდენად მძიმე არის ადამიანისთვის. იმიტომ არ აქვს, რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში არც მოგვიპოვებია ეს ღვთის სიყვარული, არც მოგვიპოვებია ღმერთთან ერთად ყოფნის საოცარი სიხარული, რომელიც ადამიანს გულში ეუფლება, როდესაც ღმერთი მოდის მასთან. ანუ არ გვეძვირფასება. დღევანდელმა სახარებამ ნათლად გვითხრა, რომ ნუ აგროვებთ იქ, სადაც მღილი, ანუ რას ნიშნავს დღევანდელი გაგებით რო ავიღოთ, სადაც ქურდი მოვა და დაიპარავს, სადაც შეუძლია ჩრჩილმა შეგიჭამოს ის, რაც დააგროვე. არამედ მე გეტყვით, რომ დააგროვეთ თქვენი საუნჯე იქ, სადაც არც ჩრჩილი შეჭამს, არც მატლი განხრწნის და არც ქურდი ვერ მოვა და ვერ მოიპარავს. მაგრამ ჩვენ მაინც ვაგროვებთ იმას, რასაც მალე ვაკარგავთ. ჩვენ მაინც ვზრუნავთ მთელი ჩვენი ძალისხმევით იმაზე, რაც მალე იცვლება და მალე ვღარიბდებით ამ წუთის სოფელში. ან აქვე ამ წუთის სოფელში გარკვეულ მომენტში დიდარი უცებ ღარიბდება. ჩინიანი უჩინო ხდება, თანამდებობის პირი კარგავს თანამდებობას, პატივის მიმღები ადამიანი უპატიობაში ვარდება. ამიტომ ჩვენ აი ამ წუთის სოფელში ამას ვაკვირდებით და მაინც გვინდა თუ არ გვინდა ამ წუთის სოფლის სულის კვეთების ქვეშ ვარ და ამაზე უფრო ვზრუნავ და ამის დაკარგვისა უფრო მეტად გვეშინია. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ სამყარო ღვთისქმნილებაა და ადამიანმა არ შეეცადოს რა ამ წუთის სოფელში ზომიერების ფარგლებში კონდეს ყველაფერი, რაც მას არ დაავიწყებს ღმერთს და ღმერთთან ყოფნის სურვილი არ დაეკარგება. როგორ მიყვარს ეს პერიოდი მარხვისა, სადაც ყველაფერი უბრალოებით იმოსება წმინდა ტაძარში. აღარ არის ოქრო, აღარ არის ვერცხლი, აღარ არის ლამაზ-ლამაზი და ნაირ-ნაირი შესამოსლები, ესენა კარგი, ისენა კარგი, აღარ არის ადამიანის გონება და აზროვნება მიჯაჭული ამაზე, არამედ
ტაძარივე გვახსენებს ჩვენ საკუთარი სულის მდგომარეობას და სულის სიგლახაკეს, რომ ახლა არის ჟამი არა გარეგნულ ფორმების ყურებისა, არამედ მეტადრე შინაგანი მოღვაწეობისა, ჩახედებისა საკუთარ თავში. აღარ არის ლამაზ-ლამაზი მიტრებისა და აღარ არის ლამაზ-ლამაზი მოოქროვილი შესამოსლების პერიოდი, არამედ არის ჟამი სინანულისა, ჟამი შინაგანი მოღვაწეობისა, ჟამი საკუთარი ცოდვათა განცდისა, ჟამი მოკლედ მოცლისა, ღმერთთან მოცლისა და აი ზუსტად ამას ვიძახი, რომ სად არის ჩვენი საუნჯე. უფალი იძახის, რომ სადაც იქნება თქვენი საუნჯე, იქ იქნება თქვენი გული. ამიტომ ეს ღმერთის მიერ ნათქვამია და თუ კი ჩვენი საუნჯე არის გარეთ ამ წუთის სოფლის სიამტკბილობაში და თუ კი მე აი ამ დაქარგულ შესამოსელში ლამაზ-ლამაზ გარეგნულ ფორმებში ჩავიკარგე და ჩემსა და ღმერთ შორის ჩადგა, ჩემი ღვთისმსახურება შორის ეს ყოველივე ჩადგა, მაშინ ჩემი საუნჯე ეს ყოფილა, მატერია ყოფილა, თუნდაც რომ სიწმინდე იყოს ეს. არამედ ამის უკან მის ლოგოსებს, მის შინაარს ვერ ხედავ, მღვდლობის აღმატებულობას ვერ ხედავ, მონაზვნობის აღმატებულობას ვერ ხედავ, მღვდელმთავრობის აღმატებულობას ვერ ხედავ ქრისტიანობის როგორც სულიერი მოვლენის აღმატებულობას, არამედ გარეგნულ ფორმებში რჩები და შინაგანი რჩება, ისე იგი უყურადღებოთ ადამიანს. ამიტომ დასვით კითხვა, დღევანდელ დღეს სად არის ჩვენი საუნჯე? სადაც არის ჩვენი საუნჯე, გული იქ იქნება. რაც არ უნდა ტაძარში მოხვიდე და შემდეგ ამ გულს ეძალაო, რომ გინდა თუ არა შენ ქრისტე დაინახე, გინდა თუ არა ილოცე, გინდა თუ აიძულო საკუთარ ბაგებს, საკუთარ ყურებს, საკუთარ ხუთი გრძნობის ორგანოს, რომ დაკავდეს თითქოს ღვთისმსახურებით, გული არის გაქვავებული, იმიტომ რომ მასში მისი საუნჯე სულ სხვაგან არის, მისი ღირებულებები, მისი ფასეულობები სულ სხვა რამეში მდგომარეობს. განდევნილია საკუთარი გულიდან ქრისტე, იმიტომ რომ 60-დან იმიტომ გამოიდევნა დღევანდელ დღეს ადამი, იმიტომ გამოიდევნა, რომ მან საკუთარი გულიდან ღმერთი განსდევნა, რომ ქრისტე განდევნა და აი ამ ქრისტეს განდევნილობის ხსენების დღეს არის, ხსენება არის დღეს. სად არის ჩვენი საუნჯე? რით არის ჩვენი გული, ჩვენი საუნჯე, რითი არის სავსე, სად არის ჩვენი ღირებულებები? და მარხვის ასპარეზი ზუსტად ასპარეზია, როდესაც ადამიანი გულწრფელობას იწყებს საკუთარ თავთან და აი როგორ გითხრათ, იცი, სამყარო როგორც აი თუთაშხიაშია მიყვარს ამის მოყვანა, გახსოვთ დოცენტს როდესაც კითხავს ზარანდია, ის ეუნება, რომ აქ დგევარ და სხვაგვარად არ ძალმის და ზარანდი ეუნება, რომ იმის თქმას, რომ შენ აქ დგეხარ და სხვაგვარად არ ძალგის, წინ დიდი გამოცდა ელის. ამიტომ ჩვენც, როდესაც მოვედით აი ახლა ამ ასპარეზზე მარხვისა, თითქოს წუთის სოფელი ყოველთვის ჩვენს გადაწყვეტილებას ამოწმებს. ანუ როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თითქოს არ მივაქციოთ ყურადღება იმ ჩვენში არსებულ მისწრაფებებს, იმ ჩვენში არსებულ ღირებულებებს და ფასეულობებს, მოდის წუთის სოფელი და წუთის სოფლის სულისკვეთება და გვეუბნება, ეს არ გინდა? მართლა საბოლოოდ თქვი ამაზე უარი? არ გინდა ისევ დაუბრუნდი ამას? შენი საუნჯე ხო ეს არის, შენი გული ხო ამითი არის სავსე? და ასპარეზი მარხვისა ზუსტად ეს არის, რომ ჩვენ ამ გამოცდას გაუძლოთ და მარხვაში რომ ამ გამოცდას გაუძლებ და ჩვენში ისე იგი საუნჯე შეიცვლება, ჩვენი საუნჯეები, ჩვენი მისწრაფებები, ჩვენი მდომა, რა გვინდა, რა გვჭირდება, ეს რომ შეიცვლება და საღვთო მცნებები, საღვთო კატეგორიები შემოვა, საღვთო ისე იგი ხილვა შემოვა ჩვენში, ანუ ეს უნდა გაგრძელდეს მარხვის მერეც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გონია, რომ მარხვაში უნდა ვაკეთოთ ის, რაც მერე მარხვის მერე აღარ უნდა ვაკეთოთ, ამიტომ არის დაყვანილი მარხვის მდგომარეობა მხოლოდ საკვებამდე. ადამიანს გონია, რომ ეხლა რო ამას არ ვჭამ, მერე ხო უნდა შევჭამო და მარხვა აქამდეა დაყვანილი და არა და მარხვის ასპარეზი რა არის?
საუნჯე გული, რომელიც სხვა საუნჯეებით არის სავსე, სათნოებითი ღვთისმცნებების მიხედვით მოქმედებით უნდა გაივსოს ჩვენი გული და დამთავრდება თუ არა მარხვა, უდათქვა უფალო მადლობა, აქამდე არ შემეძლო, ვერ ვსწავლობდი და ეხლა ვისწავლე, როგორ უნდა მეძლია ამ ცოდვისათვის, როგორ უნდა მეძლია ამ ვნებისათვის, როგორ უნდა მეძლია აი ამ ყველაფრისთვის და ადამიანი ხდება რამხელა ძალისხმევა და შრომა ჭირდება ერთ მცირე ცოდვასა თუ ვნებასთან შერკინებას სულიერი ძალებით. და როდესაც ადამიანი ამას ხვდება, შემდეგ რანაირად შეიძლება მარხვის ასპარეზის მერე იგივეს უბრუნდებოდეს განა, შეიძლება ისევ ის საღვთო ხატება მცირეოდენიც კი, რომელმაც ღმერთს დაგამსგავსა, არა გარეგნულად, არამედ შინაგანად ღმერთს დაგამსგავსა, ისევ გაყიდო, ისევ შეურაცხყო, ისევ გაანიაო და ისევ მოკლედ შებილწო. ამიტომ ნუ გონია ჩვენ მარხვის ასპარეზი ეს არის ბრძოლის ასპარეზი, სადაც ჩვენ გვეძლევა საშუალება საღვთო წერილით, საღვთო წერილში ჭვრეტით, წმინდა ტექსტებით, რომელიც ღვთისმსახურებაზე იკითხება, რა თქმა უნდა, ამას ხელი უნდა შეეწყოს, რომ მე დავითნე კითხულობდეს სწორად, კარგად, გამართულად, რომ ადამიანს შეეძლოს გაიაზროს, იმიტომ რომ ამ საღვთო ისე იგი ტექსტების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ საკუთარ თავში მოგზაურობას. პასუხისგებლობის დღე დგება ყველა ჩვენთაგანისა, შეძლების და გვარად ჩვენი, რასაც ღმერთი ინებებს და როგორათაც ღმერთი მოგცემს ამის საშუალებას, რომ შევეცადოთ სიკეთეში, შევეცადოთ სათნოებაში წარმემატოთ და ეს სათნოება გავხადოთ ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური, შემდეგ ამის მერე ყოველდღიური ნაწილი. შენდობის კვირა. შენდობა ისეთი რამ არის, რომ გახსოვდეთ უფალმა საოცრად თქვა დღეს წმინდა წერილი გვეუბნება, რომ თუ კი არ მიუტევებთო ადამიანებს შეცოდებებსო, არც მამა თქვენი ზეცათა მოგიტევებს თქვენ შეცოდებებს. და თუ მიუტევებთ, მაშინ თქვენი ზეციერი მამაც მოგიტევებს. ადამიანებს ხშირად გონიათ უბრალოდ, რომ რა მინდა თქვა, რომ წმინდა წერილი გველაპარაკება მხოლოდ ისედაც გარეგნული ადამიანები ვარ და ჩვენ გონია, რომ გარეგნულ ფორმებზე გველაპარაკება მხოლოდ და მხოლოდ. და ხანდახან ადამიანი აიძულებს საკუთარ თავს, რომ აი მივიდეს და ვიღაცას უბრალოდ ბოდიში მოუხადოს. მაგრამ შენდობა ეს არის გაგება იმისა, რომ რას პატიობ ადამიანს. ანუ გაგება იმისა, რომ რას ნიშნავს, როდესაც მე გეუნები შენ, რომ შენდობას გთხოვ და როდესაც მე გაძლევ შენდობას, რას ნიშნავს სულის რა მოძრაობა არის ეს. ეს თუ ვერ მიხვდი და ეს თუ სულში არ განხორციელდა, მაშინ დამიჯერეთ იქ სულის ძალები არ შემოვა. და შეუძლებელია თუ კი სულის ძალა არ შემოვიდა, ანუ გულში თუ არ განთავისუფლდა ნაწილი, სადაც საღვთო მადლი მოვა, ადამიანს შეუძლებელია კონდეს უნარი სხვას რამე აპატიოს. ეს არის მხოლოდ გარეგნული ფორმები, სადაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში და უმეტეს შემთხვევაში ისევ გაქვავებული გულით ვრჩებით. გაიხსენეთ ხალხო, აი დაუკვირდით უბრალოდ რამდენ ადამიანს ფიქტიურად, უბრალოდ იმიტომ რომ დღეს შენდობის დღეა, რამდენ ადამიანისთვის გითხოვიათ შენდობა, სადაც არაფერი არ გიგრძვნიათ საერთოდ. ერთადერთი რამის გამო, ერთადერთი რამე შეიძლება გიგრძვნიათ, რომ აი აღვასრულე ის რაც მითხრეს, აი რავი ვალდებულება მოვიხადე, ხო მითხრესო уда პატიება ითხოვ, ავდექი და ვითხოვე პატიება და თითქოს ადამიანი ფიქრობ, რომ ეს არის საკმარისი. არანაირად არ არის საკმარისი. ეკლესიაში ყოველივე რაც კი მცნებად მოგვეცა, ეს ნიშნავს ადამიანის სულის გამოღვიძებას და ადამიანში საღვთო მადლის მოსვლას, სადაც ადამიანის სულ სხვაგვარი ხდება. შეუძლებელია ნახეთ, ამიტომ ვარ ცარიელები ადამიანთა მიდვი, აი მაპატიე ესე კი, თითქოს ესეც ძალისხმევას მოითხოვ და წლები გავიდა და ჩვენ ამაზე მაყოფილდებით ყველანი. თითქოს ვეუნებ, ხო, ითხოვე შენდობა, ვითხოვე შენდობა და აბა ეხლა მოისმინეთ, უბრალოდ დაფიქრდით ერთ რამეზე, რამხელა რამეს ნიშნავს შენდობის მიცემა ადამიანზე და შენდობის თხოვნა ადამიანისთვის, რომელსაც
ადამიანი თუ კი სწორად აღასრულებს, რა საოცარი სიხარული შემოდის ადამიანის გულში. დათრგუნულობა კი არ შემოდის, არამედ საოცარი სიხარული შემოდის ადამიანის გულში. რა არის, როდესაც ჩვენ ადამიანს რამეს არ ვპატიობთ, მაგალითად, არის ის, რომ ჩვენ მას განვიკითხავთ. და განვიკითხავთ რის გამო, აბა უყურეთ, მას რაღაცა შეეშალა. და ჩვენ რას განვიკითხავთ, ნახეთ, რომ ჩვენ განვიკითხავთ იმას და ვთხოვთ ადამიანს იმას, რაც მისთვის იმ დროს იყო შეუძლებელი. უბრალოდ დაფიქრდით, ქრისტიანებო, როდესაც ჩვენ ვცოდავთ, აბა დაუკვირდით, საკუთარ თავზე გადის ყველაფერი, როდესაც მე ვცოდავ ხოლმე ყველანაირი გონებრივი თუ ყველანაირი ძალა ჩემი არის თლიანად უგულებელყოფილი. უკვე იმ დროს მე არჩევანიც კი აღარა მაქვს, გავაკეთო თუ არ გავაკეთო. სადღაც მანამდე 2 საათით ადრე, 3 საათით ადრე ან ცოტა ადრე მე შემეძლო ჯერ კიდევ არჩევანი გამეკეთებინა, გავაკეთო თუ არა ეს, მაგრამ როდესაც მე მივადექი ცოდვას, როდესაც მე უკვე ვცოდავ მაგ დროს ადამიანი მოცულია მთლიანად, ანუ როგორ გითხრათ, ის არის მთლიანად დახშული აქ მას ყველაფერი. ამიტომ ნახეთ, ჩვენ როდესაც ადამიანს ვეუბნებით განვიკითხავ და რაღაცას არ ვპატიობთ, იცით რას არ ვპატიობთ? რატო არ მოიქეცი მაშინ ისე როგორათაც მას შეუძლებელი იყო რომ მოქცეულიყო? არ შეიძლება ადამიანს ბოროტება უნდოდეს საკუთარი თავისთვის, არ შეიძლება ადამიანს ცუდი უნდოდეს საკუთარი თავისთვის, იმ დროს, როდესაც ადამიანი ცოდავს წყობილებიდან არის გამოსული და მისი ყველა სულიერი ძალა, ანუ საპირისპირო შემაკავებელი ძალა ატროფირებულია, მას არ შეუძლია სხვაგარად მოქცევა. გაიხსენეთ საკუთარი თავი, როდესაც ვცოდავთ ხოლმე, იმ დროს, როდესაც უკვე ცოდე, განიკითხე, არ ვიცი, მძიმე ცოდვები, როდესაც თუ ვინმეს რამე ჩაგიდენიათ, როდესაც აბორტი გაიკეთა ქალმა, როდესაც ღალატი ხდება, როდესაც სხვადასხვა რამ ხდება, როდესაც წყობილებიდან გამოდიხარ, ადამიანი იმდენად დესტრუქციული ხარ უკვე, რომ იმ დროს შენ სხვაგვარად მოქცევა არ შეიძლება, არ შეგიძლია. ამიტომ ქრისტიანი ადამიანი ფიქრობს ერთ რამეს, რომ უყურებ ადამიანებს, რომლებმაც ჩემს მიმართ შესწოდეს, მე ესე ვფიქრობ, რომ მათ შეეშალათ ჩემს მიმართ, რაღაცა არ უნდა გაეკეთებინათ და გონიერი ადამიანი, ქრისტიანი ადამიანი, ვისაც მართლა ისე იგი მიზნად აქვს, რომ სული დაიმშვიდოს და მართლა სული გაისუფთავოს და ღმერთისთვის გაამზადოს, ყველანაირად ცდილობს, რომ მიაღწიოს იმ მდგომარეობას, რომ ადამიანს აპატიოს და შეუნდოს. როგორ უნდა ვაპატიო და შეუნდო, მხოლოდ ხვდები, მხოლოდ უბრალოდ თქმა, მაპატიე, ეს არ გამოდის, არ თავისუფლდება გული. ანუ შევხვდები თუ არა იმ ადამიანს, რამე ისე იგი ბოროტის სული და წუთისოფლის სულისკვეთება ისევ და ისევ მიბიძგებს იმ ადამიანზე, ვიფიქრო ის, რომ ესე გააკეთა, ისე გააკეთა, ანუ ისევ შფოთი მეუფლება, იმიტომ რომ მაგნიტი, რომელიც გულში არის, რომელიც იზიდავს ამ განკითხვას და ადამიანის უპატიებლობას, ეს ისევ და ისევ ჩემ გულში არის, როგორ ამოვაგდო ეს, რომ აღარ მიიზიდოს და ერთადერთი გამოსავალი, ნახეთ, სულმა რას უნდა მიაღწიოს? უნდა მიაღწიოს იმას, რომ უფალო, მე ხო ვიცი, რას ნიშნავს ადამიანი, როდესაც ცოდავს? უკვე დაბინდულია გონება, გავიხსენე საკუთარი თავი, რამდენი მაქვს შეშლილი, რამდენი რამ მაქვს გაკეთებული ისეთი, რომელიც არავინ არ იცის ადამიანებმა, ჩემმა ოჯახის წევრებმა არ იციან, ადამიანებმა არავინ არ იცის მე რა მაქვს გაკეთებული და ამიტომ ეს რომ მართლა თვალსაჩინო გახდეს, რა განცდა მექნება მე შინაგანად. და ამიტომ, როდესაც მე ხედავ საკუთარ თავს და ვიცი, რომ რა საშინელებაა, როდესაც ცოდავ, როგორ ახარ ადამიანი იმ დროს განეიტრალებული, დაცლილი ყველანაირი სიკეთისაგან, როგორ ახარ დაცლილი ყველანაირი აზროვნებითი კატეგორიისაგან, სულიერი ძალისაგან, თლიანად განადგურებული ხარ ადამიანი, მაშინ ხვდები, რომ ვიღაცამ რომ ეს ჩაიდინა, ისიც ხო ამ დროს ამ მდგომარეობაში იყო. ხშირად არის ხოლმე ადამიანებმა თქმა იციან იმისა, რომ იმან ძალით გააკეთა, ძალით არავინ არაფერს არ აკეთებს. ხალხო, ქრისტიანებო, თქვენს უნდა გესმოდეთ, იმიტომ რომ ჩვენ თუ გვეჩვენება ესე, რომ ადამიანმა მართლა ძალით გააკეთა რამე, ეს ასე არ არის. რატომ არ არის, გითხრათ? იმიტომ რომ
თუ სულიერად შეხედავთ, მიხვდებით, რომ მისი გონება საერთოდ დაბინდულია. რატო აკეთებს ცოდვას? საკუთარ თავზე ადამიანი დგას და ჭრილობას იყენებს, ანუ არ ჩერდება მუდმივად და აქ როგორ არ შეიძლება ადამიანის მიმართ თანაგრძნობა გაგიჩნდეს. როგორ არ შეიძლება ადამიანის მიმართ, ანუ თუ კი საკუთარი ეგოიზმიდან გამოხვალ, როგორ არ შეიძლება ადამიანის მიმართ გაგიჩნდეს უბრალოდ გულის ტკივილი, მწუხარება, რომ ღმერთო რა მდგომარეობაშია ნახე ეს ადამიანი. მახსენდება ჩემი მდგომარეობა, ჩემი განდგომილობა ქრისტესაგან. რა საშინელება იყო, როდესაც ცოდავდი და ახლა უყურებ ჩემ წინ მადლობა ღმერთს, რომ მე რაღაცა მძიმე ცოდვა შეიძლება აღარ ჩავდივარ, მაგრამ მე ხომ ვიცი იმ მცირესაც რომ ჩავდივარ, როგორ კარგავ მაგ დროს გონებას და როგორ იბინდება ჩემი გონება და ხედავ ადამიანს, რომელიც ყოველ დღე შეიძლება ჩემი ოჯახის წევრი ახლობელია, ცოდავს ჩემს მიმართ მლანძღავს, რაღაცას მეუნება, შეურაცხყოფას მაყენებს და ანუ ხვდები ერთ რამეს, ერთადერთი საშუალება არსებობს. ვიღაცა მეტყვის ძნელია, ადვილი არ არის, ოდესაც გლანძღავენ, ძნელია, ოდესაც ვიღაცა შეურაცხყოფას გაყენებს, ამის მოთმენა, გადატანა და შემდეგ პატიებაც კი ადამიანისა, მაგრამ მე ვიცი ერთი რამე, რომ თუ მე არ ვაპატიებ, მეც არ მაპატიებენ. და ჩემთვის ცათასასუფეველი და ღმერთთან ყოფნა და ქრისტეს ყოფნა ჩემს გულში არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი. აქვე არის, სად არის თქვენი საუნჯე? გისვავთ, კიდევ გახსენებთ, სად არის ჩვენი საუნჯე? ქრისტეა ჩვენი საუნჯე? მისით იქნება ჩვენი გული სავსე, მაგრამ როდესაც ჩემი ეგოიზმია, მაშინ მე ადამიანებს ვერ გაუგებ, ვინმემ რო ცოდა შეუძლებელია ადამიანს გავგო, ვერ მოითმენ ვერაფერს. შეუძლებელია ეს ყოველივე მოითმინო. ამიტომ ადამიანი სულ ფიქრობ, რომ ეს ძალა გჭირდება. სულიერი ძალა გჭირდება, რომ ამ წუთის სოფელში შენი ეს გულის სიყვარული იყოს მუდმივად სავსე, რომ შეგეძლოს, იცი როგორი გულმოწყალ, იცი როგორი ისე იგი სიხარული მოდის მერე, იცი როგორ გითხრათ, პირიქით შეეჩვევი ადამიანი პატიება, შეეჩვევი ადამიანი შენდობას, თულია, შეიძლება პირადად არ მიხვიდე ადამიანთან, შეიძლება პირადად ვერ თხოვ, მაგრამ გულში გაქვს საოცარი სიხარული, რომ ისწავლე როგორ უნდა აპატიო ადამიანს და რატომ უნდა აპატიო ადამიანს. ამით ისე საოცრად ივსება ადამიანის გული, რომ რაღაცა საოცარი სიმშვიდე და სიხარული ეუფლება ადამიანს. დღეს ეს დღე არის. და წარმოიდგინეთ, ჩვენ ყველას უნდა ვთხოვოთ ამ შემთხვევაში შენდობა, თუ კი საერთოდ როგორც წინაზე გითხარით, რომ ჩვენი ტკბილი მამა პაისი, მოკლედ, როდესაც გავიმეორებ კიდევ, როდესაც ის იჯდა და ტიროდა თავის მონასტრის ეზოში, დედები როდესაც მივიდნენ, რატო ტირი ხარ და ანუ ვინცო აბურთს იკეთებს ქალები, ჩემი ბრალიაო, იცით ფილმში არის ეს მდგომარეობა, ეს ადგილი და მას მერე ხდება ეს. დედები ეუნებია, რატო მამაო შენი ბრალი რატოა, მე რომ კარგი ბერი ვიყვე, მე რომ კარგი ლოცვა შემეძლოს, მე რომ სიყვარული შემეძლოს, მე რომ ლოცვა შემეძლოს, არც ერთი ადამიანი ამას ქალბატონი ამას არ გააკეთებდა. ეს გული იბადება ადამიანში, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ გვეშინია ასეთი გულის დაბადებისა. ჩვენ გვეშინია სიწმინდისა, ჩვენ გვეშინია, ჩვენ გვინდა როგორებიც ვართ, ისევ ისეთები დავრჩეთ და ამავე დროს სიწმინდე გქონდეს გულში და ეს არ ხდება, შეუძლებელია ნათლისა და ბნელის ერთად თანაზიარება, შეუძლებელია ადამიანში ეს ყოველივე ერთად მოთავსდეს და ერთად იყოს, შეუძლებელია საკუთარ კერპს, საკუთარ ეგოიზმს, საკუთარ საუნჯეს ემსახურებოდი ადამიანი და ასევე სიწმინდე იყოს ადამიანის გულში. და როდესაც ადამიანი განიზრახავ ამას, სად არის ჩემი საუნჯე, მე ცხონება მინდა, მე სულიერი ცხოვრება მინდა, მაშინ უკვე ნახე დღევანდელი საუბრის მერე ვსწავლობ, რომ როგორ უნდა ვაპატიო, ანუ რას ნიშნავს პატიება, ხედავ, თურმე მე უნდა მივხვდე ერთ რამეს, რომ მას სხვაგვარად არ შეეძლო. კი არ უნდა განვიხილო ის მანამდე არსებული არჩევნის მდგომარეობა, ვერ არჩია, შენც ხო ოდესღაც ვერ არჩიე, როდესაც სოდვამდე მიხვედი, შენც ხო მანამდე უყურადღებო ხარ, შენც ხო ენას ვერ აკონტროლებ, რას ლაპარაკობ, როგორ ლაპარაკობ, შენ ხო არ შეგიძლია, რატომ ფიქრობ, რომ შენ როგორც ქრისტიანს, რომელსაც გააქვს ამის საშუალება და ამის სულიერი ძალები უნდა გქონდეს, რომ შეიკავო საკუთარი თავი, რატომ გონია, რომ შენ თუ ვერ იკავებ საკუთარ თავს,
ადამიანი, რომელიც თავისთავად დროებით ღმერთის გარეშე ცხოვრობს, როგორ შეძლებს მან თავი შეიკავოს იმისაგან, რის მიმართაც შენ ვერ იკავებ თავს? მას ხო არ აქვს ეს შემაკავებელი, მას აქვს უბრალოდ ადამიანური შემაკავებელი, ადამიანურ ჯულს რო ვეძახით, სინდის რო ვეძახით, მაგრამ სინდისი ისეთი რამეა, რითიც ყვებავს მას ადამიანი, შემდეგ ის მას მიუთითებს. რამდენჯერ მინახავს ან თქვენ თვითონ ადამიანი, როდესაც ადამიანს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებ, უცებ გული მოიზიდება, რომ ხელიც გინდა რომ გაარტყა. რა კარნახობს იქ რომ ხელი გაარტყიო? ესეც საკუთარი შინაგანი სინდისია, რომელიც ანუ როგორ გითხრათ, იცი, გამოყვებილი არის ბოროტებით, გამოყვებილი არის შურით, ვერცხლის მოყვარეობით, დიდების მოყვარეობით, სიამოვნების მოყვარეობით არის. მისი იქ საუნჯი არის ამ წუთი სოფლისეული. და ამიტომ, როდესაც შენ სიტყვიერად შეურაცხყოფ ადამიანს, გუშინაგანად მოდის კიდე უთხარი, ესეც უთხარი, ესეც შინაგანი ხმა არის, დაზიანებული სინდისის ხმა არის. და ამიტომ თუ კი სინდისი გამოყვებილი არ არის წმინდა წერილით, წმინდა წერილის მცნებით, თუ გამოყვებილი არ არის, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, სულიერი ცხოვრების ცოდნით, რომ როგორ უნდა შევძლო, რომ ბოროტმა სულმა ვერ შეძლოს ჩემი გულის დაპყრობა და ყოველთვის შევძლო მისგან განთავისუფლება, ანუ ვისწავლო, როგორ ვაპატიო, რა გავაკეთო იმისთვის, რომ გული დამძიმებული არ იყოს, აი ეს არის მარხვის საბოლოო ჯამში ასპარეზი. ამიტომ დღეს ქრისტიანი ადამიანი დგას, შენდობას კი ითხოვს ტაძარში, იქ ანუ წესში იღებს მონაწილეობას შენდობის წესში, ჩამოივლის მღვდელმთავარს, ისე იგი სამღვდელობის საკუთარ მოძღვარს, ერთმანეთს დღეს ქრისტიანები შენდობას თხოვთ, მაგრამ გული აი ამის გამცდელი უნდა იყოს, ჩემი გული უნდა პატიობდეს ყველას და ყველაფერს. აი ესაა ქრისტიანის გული და ეხლა ვიღაცა დაიწყებს, მე ამას ვერასოდეს ვერ ვაპატიებ, შენ ნახე რომ ქრისტემ ვინმეს რამე არ აპატია. ამას ვერ ვაპატიებ, იმას ვერ ვაპატიებ, ეს არის იმის პატიება არ შეიძლება, იმის პატიება არ შეიძლება. ანუ გეუნებით ერთ რამეს, თუ კი უფალი გვეუნება, რომ თუ კი გულში არის უპატიებელი მდგომარეობა, არ აქვს მნიშვნელობა რას არ პატიობ ადამიანს, არ აქვს ამას მნიშვნელობა. სული დაზიანებულია და როდესაც შენ ღვთის წინაშე წარსდგები ღმერთი, ანუ ღვთის სული აქვე განგჯის შენ და როდესაც ღვთის წინაშე წარსდგები გეტყვიან, რომ რატომ არ აპატიე ადამიანს ეს. და პატიებას სხვადასხვა ფორმები აქვს. და ახლა შეგვიძლია გარკვეულწილად ესეც ვთქვათ. რა მდგომარეობა მოდის ადამიანის გულში? აი ნახეთ როგორ არის, იცით? შენ ხედავ ადამიანის მოქმედებას, როგორც მისი კანონზომიერების შედეგს მისი გზისა. სხვაგვარად შეუძლებელია ადამიანის სხვაგვარად გამოვიდეს. ამიტომ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე, რომ ეკლესიაშიც ადამიანი, როდესაც ვერცხლის მოყვარია, როდესაც დიდების მოყვარია, როდესაც იმის ფუფუნების მოყვარია, როდესაც ის აქვს სულიერი კანონი, ბევრჯერ მithქვამს, რომ შეუძლებელია ადამიანი, რომელიც გემოთ მოყვარია, ვერცხლის მოყვარია, დიდების მოყვარია, ის არ შეუძლებელია, თუ კი ის ამას დამორჩილდა, არ ჩავარდეს მრუშობაში, არ ჩავარდეს ხორციელ და ფიზიკურ ცოდვაში. ამიტომ, როდესაც სულიერ კანონი იცი ადამიანმა და უყურებ ადამიანს, ხვდები, რომ შეუძლებელია ღმერთო, ანუ ეუბნები, რომ ანუ თუ გაქვს ამის საშუალება, ნუ აკეთებ ამას, გეხვეწები, იმიტომ რომ შენ საბოლოო ჯამში ბოროტი მაინც დაგაკარგინებს, აი ამითი დაგაკარგინებს ჭკუას და აუცილებლად ჩაგაგდებს ხორციელ ვნებაში. აუცილებლად. და ხორციელ ვნებაში ჩაგაგდებს, იმიტომ რომ ადამიანი შინაგანად არ იქნები მზად იმისთვის, რომ აი ამ შემოტევას გაუძლო. ამიტომ აი როდესაც ფიქრობთ ქრისტიანი ადამიანები რო უყურებთ, გულმოწყალებით უყურებთ სხვა ადამიანს, ერთმანეს გულმოწყალებით, რომ ღმერთო შეეწიე გევედრები, შეეწიე რაღაცა იმისი, რა ქვია, კლდის პირას დადის ადამიანი, ვერ ხვდება ეხლა რა შეიძლება დაემართოს ადამიანს, რა ცოდვაში შეიძლება ჩავარდეს ადამიანი და თუ შენ პირადად არ შეგიძლია მისთვის რაიმეს გამოსწორება ან თქმა, გული უნდა ამ დროს იწყებდეს ლოცვას, მაგრამ ჩვენი გული საკუთარი თავისთვისაც ვერ ლოცულობს.
ჩვენი გული არ ლოცვა არის ჩვენთვის იმდენად მძიმე, ლოცვა არის ჩვენთვის აი ვერ ვკითხულობ, არ შემიძლია წმინდა წერილის კითხვა, იმდენად გვემძიმება ჩვენ ამის კეთება, რომ დასვით კითხვა, რატომ არის ეს ყველაფერი? იმიტომ არის, რომ ადამიანს გული არ აქვს ქრისტიანისა. არც უნდა, იმიტომ რომ ასეთი გული ფიქრობს, რომ დაჩაგრულია ამ წუთისობაში. თუ კი მე ყველაფერს ვაპატიებ და მე არავინ არაფერს არ მაპატიებს, მე ხომ დავიჩაგრები მერე, მაგრამ ვის წინაშე იჩაგრები? შენ ღვთის წინაშე მაღლდები ყველაზე მეტად და დაფიქრდი, გინდა თუ არა შენ საუნჯეს აგროვებდე ღვთის წინაშე თუ ადამიანების წინაშე და ამ წუთისობის წინაშე, ერთხელა და სამუდამოდ დაფიქრდი და გადაწყვიტე რა გინდა? გინდა ღმერთთან ერთად ყოფნა თუ არ გინდა ღმერთთან ერთად ყოფნა. ამიტომ როდესაც ჩვენი გული უნდა იყოს ასეთი, რომ მე ვიზიარებ შენ დაცემას, ვიზიარებ რას მე მესმის, ვიზიარებ ნიშნავს ეს რომ მესმის, როგორათაც წაიქეცი, მესმის რომ შენ ვიცოდი რომ წაიქცეოდი, ვიცი რომ წაიქეცი, მაგრამ ამავე დროს მე არა ვარ ვალდებული გითანაგრძნო ამაში. აი ესა გვაქვს ჩვენ კიდე შემდეგი პრობლემა, რომ ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ ადამიანს გავუგოთ, ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ ადამიანს უთხრათ ასეთი რამე რომ მე ვიცი, მესმის, თანაზიარი ვარ შენი, ანუ წუხვარ, ლოცულობ შენზე, ისე იგი ძალიან წუხვარ ამ შენს დაცემას, მაგრამ ამავე დროს ამ ცოდვისა და აი ამ მდგომარეობაში დარჩენის თანაზიარი არ ხვდები. არ მინდა მე ამ თანაზიარებაში შემოვიდე, აი ამ ცოდვის. აი ეს ნახეთ, ეს ახლა ვიღაცას გონია მძიმე ცოდვაში ნუ გადაიტანთ. მძიმე ცოდვაში ნუ გადაიტანთ. აი მაგალითად ავიღოთ. ადამიანმა, რომელმაც სხვის უბედურებაზე აწყო საკუთარი ბედნიერება და დღეს ბედნიერი არის. ნახეთ, სხვის უბედურებაზე აწყო, რაც გინდა წარმოიდგინეთ. ვიღაცას ისე იგი ან სამსახური წაართვა, ვიღაცას ისე იგი ან დაასმინა, ვიღაცა საქმე გაუფუჭა, ან ოჯახი გაუნგრია, ან ასე შემდეგ და თვითონ რაც უნდა და მიიღო და დღეს ბედნიერი არის. და ქრისტიანი ადამიანი უყურებ აი ამ დაცემას და რას იძახი, ნახეთ, ანუ რა უნდა თქვა? ვიზიარებ მე იმ დაცემას, რომელიც არის, მაგრამ არ ვარ ვალდებული და არანაირად არ ვიზიარებ მე იმ მდგომარეობას, რომელშიც დღეს თუნდაც შენ ბედნიერ მდგომარეობაში ხარ. და დღეს ადამიანს იტყვის, რომ იცი რა, მეც მინდა რა. ღმერთი ხო გვაპატიებს მაინც ყველაფერს და მეც მინდა, თუნდაც ეგეთი ბედნიერი, მაგზით ვიყო ბედნიერი, მაგრამ მინდა ერთხელ მაინც ჩემს ცხოვრებაში ბედნიერი ვიყო, ერთხელ მაინც მინდა ეს რომ განვიცადო რაღაცა და ვარ წამსვლელი ამაზე. აი ეს არის ქრისტიანის ჩვენი მდგომარეობა, ჩვენ მაინც მოხიბლულები ვარ, ჩვენ მაინც გვინდა ასეთი არასწორი ღვთის წინაშე ცოდვით შეძენილი ბედნიერება მაინც გვინდა, ტკბობა გვინდა, სიამოვნება გვინდა, ამ წუთის სოფლის ეური სულისკვეთება გვინდა. ამიტომაც ვართ ასე როგორც ვართ, რაღაცა ზედაპირულები, პატიების არ მცოდნენი, ანუ ოჯახში დაძაბულობა, წარმოიდგინეთ ერთმა თქვენგანმაც კი აი ეს რაც როგორც დღეს შენდობაზე ვსაუბრობთ, რაც არ გინდა იყოს მოხდენილი ოჯახში. დღეს თქვენ რომ ერთმა მაინც წაიღოთ საკუთარ ოჯახში აი ეს შენდობის სულისკვეთება, წარმოიდგინეთ სულ სხვანაირი გახდება ოჯახი რამოდენიმე ხანში. იმიტომ რომ ეს მხოლოდ კი არ იქნება სიტყვით ნათქვამი, შეიძლება სიტყვით საერთოდ არ თქვა, მაგრამ როდესაც მე ადამიანის მიმართ დაჭიმული ვიყავი, სულ რომ მას არ ვპატიობ რაღაცა, სულ მუდმივად მასზე ვარ დამოკიდებული, გაღიზიანებული ვარ, დავინახავ მას, ღიზიანდები, წყობილებიდან გამოდივარ, მისი ნათქვამის სიტყვებს საერთოდ გონებას მაკარგვინებს და ესეთი ადამიანი შეიძლება შენთან ოჯახში, სახლში ცხოვრობს და შინაგანად გაღიზიანებს. წარმოიდგინე, როდესაც მე მივხვდა ეს გაღიზიანება და ეს დაძაბულობა ორმხრივია, ორივე ადამიანი გძნობს, რომ აი ამ დაძაბულ მდგომარეობაში არიან და ერთ-ერთმა მათგანმა ქრისტიანმა, რომელსაც აიღო საღვთო მცნება, მის პასუხისგებლობად მივიდა სახლში და თქვა და შეიძლება არც თქვა
გაუგო იმ ადამიანებს, ვინც არიან მაგ მდგომარეობაში. ნახე, თავისი მხრიდან ეს დაძაბულობა და ჩაკეტილობა მოხსნა, ამიტომ ამოისუნთქა ოჯახმა, ამოისუნთქა ურთიერთობამ, ამოისუნთქა ადამიანთა შორის ყოფნამ. აი ეს არის დღეს. ვიღაცას გონია, ხო წლებია გადის და ჩვენ რაღაცა ესე იოლა ჩენდობას ვითხოვ, იმას ვითხოვ და ადამიანი მარხვა დასრულდება და ისევ იმ ადამიანთან არის აუგად, ისევ იმ ანუ გული არ არის საერთო თავისუფალი და არც აღდგომის სიხარულის განცდა შეუძლია მსგავს გულს. შეუძლებელია რომ გულმა ეს განიცადოს. შემდეგ გვეძლევა საშუალება, როდესაც გამთავისუფლდებით, იცით რა საოცარი არის, ახლიდან იწყებ ადამიანის აღმოჩენას. და როდესაც ამისგან თავისუფალი ხარ, შემდეგ გაქვს რამოდენიმე საშუალება. წარმოიდგინეთ, აი, გული რო გაგინთავისუფლდება, მერე გაქვს აი სიმსუბუქეს გძნობ და ადამიანის მიმართ, რომელიც რამოდენიმე ხნის უკან შენი მტერი იყო, დაუძინებელი მტერი იყო. წუთების მერე აი ამას თუ მიხვდი სინამდვილეში რომ მას სხვაგვარად არ შეეძლო, რაც კი ჩაიდინა მან ცოდვა, მას სხვაგვარად არ შეეძლო, იმიტომ რომ დაბინდული ქონდა მისი გონება და სხვაგვარად შეუძლებელი იყო მოქცეულიყო და ეს იყო მისი ცხოვრებისეული შედეგია და სხვანაირად შეუძლებელი იყო, ადამიანი იმხელა შინაგან თავისუფლებას გძნობდა, იმხელა ისე იგი მის მიმართ თანადგომისა და გაგების სურვილი გიჩნდება, რომ 4 შესაძლებლობა გაქვს მასთან გააგრძელო ურთიერთობა. პირველი მიიღო ის ადამიანი, მაგრამ უთხრა რომ ცოდვა აღარ ჩაიდინო. ის ცოდვა, ანუ მიიღო ის ადამიანი, ანუ მასთან გააგრძელო ურთიერთობა. მეორე არის რომ კიდევ უფრო ღრმად დაუახლოვდი ადამიანს. კიდე ახლიდან შეიძლება დამიჯერეთ მტერი, რომელზეც უფალ იძახის მტერი შეიყვარეთო, აი ამაზეა საუბარი. ოდესღაც შენი მტერი, რომელიც შენი ოჯახის წევრი შეიძლება იყოს, მტერი უცებ მოკეთეთ ხდება, იმიტომ რომ მასთან ურთიერთობის სხვადასხვა საშუალება გიჩნდება. რატომ? იმიტომ რომ ერთი რამე გააკეთე მხოლოდ, შენი გული განთავისუფლდა აგრესიისაგან. შენი გული განთავისუფლდა ადამიანების მიმართ, რომლებსაც შეეშალათ რამე, აი ამ აგრესიისაგან განთავისუფლდა და გამომდინარე აქედან შეგიძლია ადამიანმა მიეუღო, დაუახლოვდე, შეგიძლია დისტანცირდე კიდეც, მაგრამ სიყვარულს არ კარგავ. შეიძლება ადამიანთან ისევ მეგობრობაც გააბა, შეიძლება ადამიანთან უფრო საუკეთესო მეგობრობა გამოგივიდეს მასთან. და იმიტომ რომ თუ ადამიანს შეუძლია ის რომ ესე იგი გაიაზროს საკუთარი ცოდვა, შემდეგ მეგობრობის საშუალებაც გეძლევა. მაგრამ ჩვენ უკვე აღარა ვარ დამოკიდებული ის როგორ მოიქცევა. ნახეთ, იმან რომ იგივე გაიმეოროს, ჩვენი გული ისევ იმ მდგომარეობაშია. იმიტომ რომ გულს უხარია იცის გაიგო პრინციპი როგორ უნდა აპატიო ადამიანს. საოცარი არის ეს განცდა მერე. აი საოცარი, აი ქიბადება ქრისტიანული გულმოწყალება. საოცარი, მერე სულ სხვანაირი ხარ ადამიანი, სულ სხვანაირად უყურებ ყველას, მაგრამ ანუ ნახეთ დღეს როგორ ვარ, სულ მოჭიმულები ვარ, სულ დაძაბულები ვარ, სულ რაღაცას ველოდებით, სულ ვიღაც, ანუ სულ შიშის ქვეშ ცხოვრობთ, რომ ისე იგი ერთმანეთისგანაც, ოჯახის წევრების და ახლობლების და ზოგადად დღეს ეს სულისკვეთებაა წუთისობაში, რომ ხან ომს ველოდებით, ხან იმას ველოდებით, ხან სულ ნეგატივს ველოდებით, სულ საშიშროებას ველოდებით და ამიტომ ადამიანის გული ეს არის გაქვავებული, აგრესიული არის ადამიანის გული და მუდმივად თავს იცავს და მუდმივად თავს ესხმის ვიღაცას, თვითონაც ვერ ხვდება ამას, იმდენად ადამიანს გონება დაკარგული. და როდესაც ჩვენ ეს შეგვიძლია, აი ამას ელოდება, მე ბევრჯერ მithქვამს, რომ ამას ელოდება სამყაროც, ამას ელოდება ეკლესიის გარეთ მყოფი ადამიანები ჩვენგან. ეს დაგვანახეთ, თორე ის ფორმა პატიებისა და შენდობისა მათაც აქვთ, კაცო.
გარეთ რო არიან ჩვენი ძმები და დები, ახლობლები, მეგობრები, ნათესავები, მათაც აქვთ რაღაცა ფორმა ერთმანეთის პატიებისა, ან არ პატიებისა, მაგრამ ჩვენ რას ვთავაზობთ მათ განსხვავებულს? ქრისტიანობა ხო განსხვავებული რამ არის? ქრისტიანობა ხო ამ წუთისოფლის სულის კვეთებაზე მაღლა მდგომი რამ არის? აი ამის თანაზიარება და ამის გააზრება არის დღეს საოცარის. გამომდინარე აქედან აი ამ გულით, გამომდინარე აქედან აი ამ შინაგანი განცდით და განწყობით, სიხარულის განცდით, განათკივილის განცდით, აი ამით ისთხოვ ადამიანის შენდობას და ამითი ვითხოვ დღეს ყველანი ერთმანეთისაგან შენდობას. არა აგრესიული გულით, არა დამძიმებული გულით, არამედ მადლობა ღმერთს დღეს ზიარებაც მივიღეთ ღვთისწყალობით და ჩვენ ვისწავლეთ მთავარი პრინციპი ერთმანეთის მოკლედ პატიებისა და ერთმანეთის შენდობისა. გახსოვდეთ ერთი რამე, არც ერთი ადამიანი არ ცოდავს შეგნებულად. ყველა ადამიანი ცოდვის დროს განიარაღებულია და კარგავს აზროვნების უნარს. და თუკი ჩვენ ასე შევხედავთ მას, მაშინ ჩვენ შეგვეძლება ზუსტად პატიების უნარი შევიძინოთ. ღმერთმა დალოცვილი, დღეგრძელი და გახარებული გამყოფოთ ყველანი. მარხვის ასპარეზი განგავლევინოს ღმერთმა სულიერი სიხარულით. ანუ დაიტანჯეთ სიმშვიდეში მარტო, იტირეთ საკუთარ ცოდვებზე სიმშვიდეში მარტო, მოგლეთ პიროვნულად განიკურნეთ, პირადად განიკურნეთ და პირადად იგრძენით ეს და გარეთ კიდე, გარეთ, როდესაც გამოხვალთ, ანუ სამყაროში იყავით ადამიანები მხიარულები და იყავით ადამიანები ქრისტესთან ყოფნის გამო ბედნიერები. როგორც მაცხოვარმა თქვა სახარებაში, ნუ იქნებით როგორც ორგულები მარხველები, რომელთაც ჩამოსტირით თითქოს სახე, რაღაცა სიტყვა ძუნწები ხდებიან, მაგრამ მათი გული და მათი შინაგანი არის მოკლედ ორგულებით სავსე. ღმერთმა ამისი ძალა მოგცეს ყველას, რომ აი შინაგანი მწუხარებით, შინაგანი განცდით, მაგრამ გარეგნული სიხარულით შეგვახვედროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღმერთმა დალოცვილი, დღეგრძელი და გახარებული გამყოფოთ ყველა.